მოგესალმებით ჩვენთვისაც თანამემამულე. ყველა ღირსეულ ქართველს მივესალმებ, როგორც საქართველოში ცხოვრობს, ისე მის ფარგლებს გარეთ უფალმა დაგლოსო და გაგაზრია. მე არაერთ ეკლესიაში თუ ტაძარში ვარ ბავშვობიდან ნამყოფი, მაგრამ დღეს ახლა მე ვარ აქ. არ არის აშენებული ამ ტაძრის შესასვლელში. რაღაც საოცარი, აი ენით აუწერელი სიტუაცია, აი ჩვენმა მეგობრებმა თემური ბაკელევაძემ აღწერა ამ უნიკალური საკრალური ადგილის მნიშვნელობა, როგორ დაიწყო, როგორ განვითარდა, როგორ გაჩერდა, მაგრამ ახლა ესმის ადამიანს და არ გინდა რომ დაიჯერო. აი უბრალოდ მართლა საოცარი, აი უბრალოდ აი უჩისტი შევარდა, კაცმა რასაკვირველია ასეთი პიროვნება, აგერ 96-ში თუ 17-ში, ესე იგი მიიღო გადაწყვეტილება პატრიარქის კურთხევით 2004 წელს დაიწყო მშენებლობა, თანაც რა, ასეთი წმინდათა წმინდა, ხო ითქვა. აქ ვიცით რომ წანისის ომი მოხდა, ყველაზე ცოტა 5000-ივე ქართველი ჩაწყდა ფაქტიურად, აქ 300 არაგული, შემდეგ აქ ნახეს უკვე ასობით ნეშტი, დიდი ალბათობით კომუნისტური რეჟიმს ვით შეეწერა და ამ მათი მოსახსენიერება და მათი პატივსაცემად დაიწყო ამ ეკლესიის მშენებლობა. რატომღაც არ მივიდა ბოლომდე სააკაშვილის და ამ გარეწევა. ხალხინდა ამ ეკლესიანა მთელი წყეპარკი გაყიდეს და არ ვიცი, მე იცი, ჩემთვის ერთი შეკითხვა მაქვს ასეთი რა. ჩემთვის კითხვას უსვამდა ვერ პასუხობ, აი ვერცე დაერად ვერ პასუხობ. ახლა ლამაზად საუბრის და ყელყელაობის ტერმინი მართლა არა. აი თუ ფიქრობ, თუ ამისთვის იწამდნენ ასე სასტიკად რაჟდენ პირველ მაწვევე თუ ექვსტახი მცხეთელი. გობრონი თუ კონსტანტინე კახი, წმინდა აბოთა შუშანიკი. თუ იმისთვის განაკვირვეს კი, თვით მურმანყრუც კი, თავისი შეუპოვრობით არგვეთის ერისთავებმა, დავითმა და კონსტანტინემ, ძმებმა მხეიძეებმა 733 წელს. აი წარმოუდგენია, თუ იმისთვის შეეწირა 100,000 თბილისელი მოწამე ჯალალედინის ჯალათების מחვილებს. თუ იმისთვის მიეტანა თავისი სიცოცხლე სამშობლოს სადარაჯოზე, საკურთხეველზე მსხვერპლად 29 წლის ზეჭაბუკმა დემეტრე მეორე თავდადებულმა 1299 წელს მოვაკანში. თუ იმისთვის ჩაწვეს 1386 წელს ასობით ვერმონაზონი და საეროპირი ფათახევის მონასტერში ჯალალედინის მიზანტროპებმა ისევე რჯულის შედგულებისათვის. თუ იმისთვის დაფლითეს 1624 წელს ჩვენი სათაყვანებელი ნეტარი დედოფლის ქეთევანწამებულის ღვთაებრივი სხეული, რომ დღეს ჩვენი ამ სიტუაციამდე მოვსულიყავით, რომ ვიღაცა ხელისუფლება ეგრეთ წოდებული წამოგვაჩნდეთ თავზე, ეს 21 საუკუნის გობსეკები, სოლომონ ისაკის მეჯღანუაშვილები, ეს საოცრად გაუმაძღარი პირანიების რაღაც ახალინაირ სახეობა. ისე კიდია ჩვენს ბიჭებს, ისე ანადგურებენ ქართულ გენს, გენოციდს უწყობენ ქართველებს და არ ვიცი, ანგრევენ სახელმწიფოებრიობას, თითქოს აი როგორია ჩვეულებრივი მოვლენა და რაც თავარია. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამას ოლიმპიური სიმშვიდით ადევნებს თვალყურს Facebook-თან და რაღაცა ლაიქები, რაღაცებს და ისეთი წარმოდგენა მაქვს, თითქოს ამ პროცესს ისე უყურებენ, თითქოს რაღაცა მრავალსერიანი სათავგადასწრო ფილმი იყოს. აი მოუთმენლად ედია, თითქოს როდის გაიხსნება, ჭკვანძი როდის გაიხსნება დრამატულად. ჩვენ გვეხება, წარმოდგენა არა, მოდი რა ორი სიტყვა, ისიც ხო უნდა დავფიქრდეთ. რა სიტუაციაში, როგორ ქვეყანაში და ვიზია გასხვისებული ეს ყველაფერი. ბიჭო,
მოწოს ინვეს არ მოწოს ჩვენ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვცხოვრობთ. თვითონ დემოკრატია რესპუბლიკა დემოს არის ბერძნული სიტყვა დემოს ხალხი კრატია ძალა ბრძანებლობა რესპუბლიკა ლათინური სიტყვა რეს საქმე პუბლიკა ხალხი რომლის პირდაპირ განმარტებაშია მოცემული იმპერიუმი უმაღლესი განუყოფელი ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს და მხოლოდ ხალხს ჩვენ მაგალითად ხელისუფლებას რო ვიცეთ თუნდაც პრეზიდენტს ჩვენ მათ დროები ჩვენ კუთვნილ ძალაუფლებას ვასესხებთ ჩვენი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით რა უფლებით ყიდიან ამ ჩვენ მიწას ჩვენ ამის დილიგი რა უფლებით ყიდიან ამ ჩვენ მიწას ვინ არიან რას წარმოადგენენ მათი ის ყوار არის რომ სიგარეტი იყიდეს სადღაც სუპერმარკეტში და შეუძლია შემდეგ ეს ვიღაცას აჩუქოს ჩვენი მიწა თითოეულ გოჩი ჩვენი გმირი წინაპრების სხვა სიცხლე აქ ჩაქცეული ხო ეს საოცრებაა პირდაპირ ამ ვიზე ყიდიან ამაზე დიდი მტერი რაც არაბებია ჩვენ ისტორიულად არ ყოლია ნახდათ არ ყოლია არაბები რო არ ყოფილიყვნენ დამერწმუნეთ ძვირფასო თანამემამულენი რომ ჩვენ შეიძლება ათეულობით მილიონები ყოფილიყავით დღეს 10 ტომი მინდა დაგისახელოთ რომელიც არაბებმა პირწმინდად მოსწეს ქართული ტომი ეს არავის ხო ესე იგი 10 ტომი მინდა დავასახელოთ რომელიც პირწმინდად ამოწყიტეს ჩვეულებრივად ამ არაბებს ესენი რო არ ყოფილიყო კიდევ მეორე ჩვენ შეიძლება 10 მილიონი ყოფილიყო ესენი არის გუგალები დრილები მინები ზიგრიტები ჭილბები მახელონები შედუხეველები ხენიოხები სკვითინიები და მისიბიელები ეს 10 ტომი გააქვეს არაბებს 5 დიდმოწამე ყავს ნუ 35-იან სამსოფლიოში აქედან 4 არაბებმა აწამეს გენაცვალა დავითი და კონსტანტინე მურმანყრუ 733 წელს შემდეგ უკვე მე-9 საუკუნეში 832 წელს ბურათურქვა კონსტანტინე კახი თავის შვილთან ერთად და თანაც კონსტანტინე კახმა ამ დროს თბილისი აიღო და 50000 თბილისელი გაწყვიტა ამ დროს ეს ძალიან დიდი ციფრი იყო წარმოიდგინეთ ეს იყო მე-9 საუკუნეში და ბოლოს 912 წელს აბუ კასიმმა ვიცით ყველისავის ციხის თავი გობრონი და 133 თავის თანამებრძოლთან ერთად წამებით დახოცეს. აი ეს ხალხია არაბები, ვიზეც მიყიდულია ეს ტერიტორია. თანაც კარგად ვიდა რო გამიგოთ. ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, როდესაც ჩვენ სამშობლოს ხეულზე მოუშუშებელი ჭრილობათ არის. ამდენი ტერიტორიები, რომელიც ჩვენ წამწვეული გვაქვს, კაცო. ნუ საიდან დავიწყოთ რა ჩამოვთვალოთ რაზე არა აი გული გაგიშკდება ადამიანს ხო ბოლო-ბოლო ხო ჯერ კიდევ 19 წელს ვიცით რომ ლაზარევსკაიამდე იყო ჩვენი საზღვარი წაგვართვეს სოჩა ადრელი და დაგამისირეს შემდეგ აფხაზეთის ომის დროს თლიდა ფსობზე გაგვიყენეს საზღვარი შემდეგ უკვე აფხაზეთის ომის დროს აგერ მთელი აფხაზეთი წაგვართვეს რუსებმა ნახდათ რუსებმა წაგვართვეს რაც მართალი და აგერ უკვე ენგურს ამავე დროს აგერ წაგვართვეს სამაჩაბლო ბადაბდე 21 წელს წაგვართვეს ისტორიული ძირძველი ქართული მიწა კახი რომელსაც საინგილოს უძახია ხო სინამდვილეში ეს კახია ერეთის ნაწილია ხო და თურქეთზე აღარ ვიძახი 20% საქართველოს ისტორია თურქებს აქვს ჩვენ ისტორიულ მეგობრებს აქვს მიტაცებული გენაცვალა რა ჩამოვთვალე მაგას რა ჩამოვთვალე საწაღებულია რა ბათუმის ოლქის სამხრეთი ნაწილი ართვინი არდაგანი ოლქისი შემდეგ ისე რა ქვია მესხეთის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი თორთუმი სპერი ბაიბუტი ლაზეთის ნაწილი რიზე ტრაბზონი ქალდია კელასური რა ვიცი რო გავყვეთ ამ ფონზე რო კიდო ასე 1000 ჰექტარები და ესე ნორმალური თუ არის ასეთ რამეს აი კი ადრე ვახსენეთ ეს ტყეპარკი წანიში ჩვენ 231 წელია გასული წავაკეთ ხო აღარ მახმათხარ მაშინაც იყო რომ ბევრი ერთხელ იმან არ აჩეხა იმან არ დაწვა კაცო ვინ არიან ეს არა ადამიანები ეს მარტო ოდო ხო შეიძლება ადამიანობასთან რაიმე ან ვინმე სხვა გონია რომ ჩვენ ქართველებს
სამშობლოს იყოს მარტო ჩვენ კი არ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. სამშობლო უყვარს ყველას ნორმალური ადამიანი თუა. ამიტომაც არ გვიგონოს რომ ჩვენ და ქართველები და რაღაც ერთი მაგალითი მინდა უბრალოდ ისტორიული და ამით დავამთავრე ეს გამოსვლა. რომ იქნება ზოდნა გამომხიზნეთ რაც ხდება უბრალოდ აღხმა დანახვა შეფასება არ ხდება მე მგონია რა ტრაგედიის წინ დავდგანთ რა. ხო კიდევ ვიძახი არ არის მარტო ქართველების ისა სამშობლო სიყვარული მას ვისაც სამშობლო არ უყვარს მას არავის და არაფრის სიყვარული არ შეუძლიაო. ჯორჯ ბაირონი ახლა მეტი არ ყავდათ მაგას უფრო სერიოზული შექსპირი და მაიყავდათ ინგლისელი. სამშობლო ერთადერთია რაც აერთიანებს ყველაფერს რაც ყველასათვის ძვირფასია ტულიო ციცერონი იძახა. სამშობლო სიყვარული ცივილიზებული ადამიანის უპირველესი მოვალეობაა და თანაც ერთამე იცოდე სამშობლო სიყვარულს არ ახასიათებს ეს ამინდის ცვალებადობა პერიოდულობა. სამშობლო სიყვარულს საფეხურები ნამდვილად არ გააჩნია. ვინც ყველაფერს არ აკეთებს მისთვის ის არაფერს არ აკეთებს. ვინც ყველაფერს მას არ უძღვნის ის ყველაფერზე ვარ შეუბნება მას. და ერთი ისტორიული მომენტია უბრალოდ ჩავფიქრდეთ იქნება ვიგზოთ ჩვენს წინაშე აი რაღაცნაირად აგერ ჩვენი ახალგაზრდა მეგობრე თემურ ჩვენ მე და იაკო მოვედით შეიძლება ერთი ყველაზე მაგრამ შემდეგ ეს ბიჭი თავის მეგობრებთან ერთად გული მისწრებოდა დათვივით იცავდა ამ ტყეპას არა ჩვენც კი ჩამოვდიოდით დახულობდით ლაივებს მაგრამ მარტო თემურა ბოლგალავაძეს მარტო იაკო გუბელაძის მარტო რამოდენიმეს ის საურის რამოდენიმე ადამიანის საქმეა კაცო ამის დაცვა მოგეყვებით ერთ ისტორიულ ფაქტს. ესე იგი ბულგარეთის ყველაზე დიდი მეფე იყო ასეთი ბორის პირველი. ხოდა ძალიან მაგარი თავიდან დიდი ხანი იყო მერე დიდი თავადი გახდა და შემდეგ ბულგარეთის პირველი მეფე. ქრისტიანობას მაგან შემოეყო. მოკლედ უცებ მთელი ცხოვრება ბრძოლაშია ომშია. და იგებს რომ სერბები შემოვიდნენ მის ტერიტორიაზე. არა სერბები ყოველთვის ძალიან მებრძოლი ხალხი იყო, ახლა არა სიამოვნო, მაგრამ რა ქნა შეეგება თავისი ჯარი. იქიდან დიდი ვაებოდა მეფის გამზრდელი. და ეს შეხვდა რაც ხენებით ხდებიან ჯარი ჯარ ხდება, ესე უკვე შემოვიდნენ სერბეთის ბულგარეთის ტერიტორიაზე. ეს ეუბნება რა გინდა გენეცვალება. თურმე ესენი ბულგარეთის ასაოხრებდა არ შემოვიდნენ. ირჩაღები უნდა და აწიოკონ, მაგრამ მაინც გამოივლიან რა через გზას იმოკლებ. ამან უნდა დამანებოთო კაცო თავი. წადითო მოგცამთო ფულას ამი აქეთიკეთო და გადადითო და საზღვარ იარეთ. არა, ასე გვაწყობს წამოვიდეთ. ძალა ერჩით გამიგე. ალა წარმოიდგინეთ ამხელა ჯარს რომ გაიარა მთელი სერბეთი, იმე ბულგარეთი და თვითონ კვერცხი რომ აიღო წაიღებდნენ ნახევარ ბულგარი. და რა გავაკეთო ეს ახალგაზრდა ბიჭია მაგარი მსახიობი ასრულებდა მაგარი გარეგნობი და იქიდან აი 2 მეტრიანი სერბი სურწინაში და რა გავაკეთო რომ გახვიდეთო და ეს უყურებდა 3 სურვილი შემისრულა ეს ისტორიული ფილმია ეს კი არ არის რა ქვია რაბინა იზაურას დონის ეს არის ჩვენ რო აღმაშენებელზე გადაგვიღო მაგათმა გადაიღეს თავიანთ აღმაშენებელზე ჩვენ ვერ გადაიღეთ ხო და პირველი რა არის შენი საომარი ცხენი მომერცია. აუ მეგობრებო, ცხენი ყავს ამ ბორის, ნუ არ ვიცი რა. ამასთან ერთად იბძვის რა. ამაზე მაგრად იბძვის. მეგობარია ღამე არ იძინებს ამას თუ რაღაცა შაქარკინული და არ მოეფერა. ჰა, უთველა ჩამოხდა ცხენი და გადაიყვანა თუ 6 კაცს ლივს გადაკავს ცხენი. რა თვალებით უყურებს, რო იცოდეთ, რა ქედი, ყიდიო, გიშგა ცხენი გადაიყვანა. მეორე რა გინდა უთხრა. ეს უყურებს სერბი. მეორეო შენო იქო გაცვლებისო ძევლების გაცვლების დროსო სერბი დიდებულის ქალიშვილი იყო ძევლათო და თქვენთან არისო და თურმეო შენი შეყვარებული გამხდარა არც მე არც მანამდე ბორის სიყვარული აღარ განუცდია მარტო ეს გოგონა უყვარდა ცოლად უნდა ორსულათა ცოლად უნდა და მოეყვანა ესე იგი ქრისტიანობაც იმისთვის იღებდა რომ ეს ნება მიეცა ამასთან ერთად იმძვის გვერდში ყავს ჩაცმული სულ კინაშია გადაიყვანეთ ეს გოგო
და მესამე აღარ შეიყვანეს იქ კარავში. მესამე რა გინდაო კაცი მტარია რაც ქონდა სულ გაატანა საკუთარ თავისი მეგობარი გაატანა სიყვარული გაატანა მესამე რა გინდაო და უყურებს ეს სერბი და გახედავს და პატარა ბორცვია რა საზღვარზე არის ეს ბორცვი მინდაო რა პატარა ბორცვი თათო ოქროდ გადაქცეულიყო იმის მიათედი არა რაც ვიზა მე შენ ჩემი ცხენი მოგეციო ჩემი ქალი მოგეციო ბულგარეთის ტერიტორიიდან კენჭსაც არ გაგატანო დადექივიო მოთ მამაძაღლი და ეს მოატმიალე ჯარიო და გადის ეს სერბი დაუბრუნეს ცხენი გოგო ვერ მოასწრეს საწამლავი დალი რამიდა იყო ისეთი ხალხი სხვაგანაც ჩვენთან ხო იყო და იყო რომელიც ყველაფერს პირადულს გაცემდა ყველაფერზე ვარ სიტყოდა ოღონდ ქვეყანას დახმარებოდა საერო, საქრისტიანო, ადამიანური თუნდაც წინ წასული. კენჭი არ გაატანა. არ შეგვიძლია ამას მივბათო. რა არის ეს Facebook-თან და რაღაცა და ვაიმე, არ გამო. თითოეული თქვენგანია საჭირო. თითოეული აქ ფაქტიურად გადაწყვეტილია, წაგებული თამაშია თითქმის აქა. თავგანწირვა საჭირო. ჩვენ შეიძლება არა პრობლემა. მაგრამ აი თუ არ დავდექით ერთად ილია ჭავჭავაძეს აქვს და თქვა ხალხის ერთობა სტიქიონია ასტიქიონება გამარჯვება თუ ეს არ მოხდა თუ აღმაშენებელი სიტყვების არ გავიხსენებთ ვაშკაც რომ ძალიან გაუჭირდება არავით არ იზაღა დარჩენია გარდა ბრძოლისა ეს ყველაფერი ძალიან ტრაგიკულად დამთავრდა ბირძველი ქართული მიწების ასე ტოტალური გასხვისება გადამთიელებზე არის ქართული სახელმწიფო ქართველი ელის ქართული გენი ჩვენი ჯისისა და ჯილაგის პირდაპირი და უცილობელი ღალატი. და იცით ეს როგორი ღალატია? რომლის პატიებაც კი ღალატის სტოლფასია. იმიტომ პატიება შეიძლება მომავალში მსგავსი ქმედების გამეორების ალბათობა გაზარდოს. ესე იგი ვინმე შეიძლება იმედით ჩაიდინოს ეს რომ მას იმის იმედი ქონდეს რომ ეპატიება. ამავე დროს ცოტა საინტერესოა რა არა და სინამდვილეში ამ ხალხს გაგიჭირდება მოღალატეების რო დაუძახო ერთი უბრალო გასაღები მიზეზის გამო ქვეყნისა და ერის მოღალატე არის ადამიანთა ჯგუფი რომელიც თავის სამშობლოს და თავის ერღალატოს ამათთვის საქართველო ნამდვილად არ არის სამშობლო ამათთვის ქართველი ერი ნამდვილად არ არის მშობლიური ერი ესენი რა არ ვიცი ვინები არიან რა კოსმოპოლიტები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ტერორისტული ორგანიზაციების რავი წარმომადგენლები არ რა ხალხია საერთოდ ხალხი თუა ესეც არ ვიცი რა ვერი თქვი გაურკვეველი ხალხია რა ხოდა მე არ ვიცი რაღაცა უნდა მოვიფიქროს ხალხმა ეს ხელისუფლება თუ დარჩა ხელისუფლების სათავეში შეუქცევალი გახდება ქართული სახელმწიფოებრივი გრევის, ქართველი ერის ფიზიკური და ზნეობრივი გადაგვარების პროცესი და დასრულდება და გაქრება ქართველი ერი. ჩვენ როგორც ქართველები, როგორც ჩვენი სამშობლო საქართველოს სახელმწიფო წარმომქმნელი ერი, ჩვენ უახლოეს მომავალში მასში შევწყვეტ არსებობას. ეს სიტყვები არ არის, ეს ნამდვილად ასე მოხდება. ეხლა კი მინდათ რომ დაგემშვიდობოთ ეთილი სრულებით, აი ჩვენ მართლა გვაქვს გადარჩენის საშუალო, უნდა გავიხსენოთ ვისი გორისასწორად. აღმაშენებლის, ღვთაებრივი აღმაშენებლის შთამომავლები ვართ, ვაშკაცრო ძალიან გაუჭირდება, არავით არის ზააგან დარჩენია გარდა ბრძოლისა. ილია ჭავჭავაძის სიტყვების ხო შეგვიძლია გავიხსენოთ ხალხის ერთობა სტიქიონია, ასტიქიონება გამარჯვებაო და მაშინ რამენერა შევიკრიბოთ წესიერი სამშობლოს მოყვარული ადამიანები. ავსტიქიოდეთ, ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ. უფალმა დალოცოთ სულიად საქართველო.